სალომე, გიორგი, ნენე და ჩვენი ოჯახის ანამნეზი. ხშირად ავადობს თუ არა ნენე? არ ავადობს ნენე ხშირად, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. პირველად როცა ყველაზე რთული ამბავი იყო, ეგ იყო ატიპის ვირუსი, რომელიც რაღაცნაირად ყველაზე მეტად შეგვაშინა ამ ვირუსმა და 3 წლის იყო. ხო, მაშინაც დავამარცხეთ და ისე ხშირად არ ავადობს. მე მგონი ჩვენ უფრო ვავადობთ. ეგრე გამოდის კი, ოღონდ მართლა. ვინერვიულე როცა ნენეს შენ განსაკუთრებით ინერვიულე უკვე ხსენებული ატიპის ვირუსის დროს, როცა გაიგე რომ ვერ ვაღვიძებდი, ანუ ძილიანობა მოემატა და ვერ ვაფხიზლებდი და ეგ იყო ძალიან რთული ამბავი და მაშინ გიორგის ჰქონდა ზუსტად კონცერტი, რომ დავურეკო ეს ტელეფონით ვუთხარი და მეც ცოტა ზედმეტად ემოციური ვიყავი და ცოტა ისტერიკაში და რომ ვუთხარი მოყვა კიდეც ავარიაში. როგორი დედა სალომე პანიკობს თუ არა? ვაიმე! ბაღიდან დაგვირეკეს და ცოტაო რაღაცნაირად არისო და მოდითო და სალომეს პანიკა მაშინ დაიწყო. სალომე ისე დღეში იყო, ნენეს ვინ აქცევდა ყურადღებას, იქ თუ ვინმე იყო ყველა სალომეს აქცევდა ყურადღებას. და მე ყველაფერი დასრულდა. ანუ ცალკე დამიბარა ნენეს ბაღის ფსიქოლოგმა და მე ჩამიტარეს სესიები. დაფარებულია სხვათა შორის, როგორ დამშვიდდეს სალომე ნერვიულობის დროს. დავესწარი მშობიარობას. მე დავესწარი მშობიარობას, ისიც გადავჭერი. ძალიან ორგანიზებული ვიყავი, მახსოვს, ყველაფერს ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი, როგორ ხდება ეგ ყველაფერი. მერე უკვე წლების შემდეგ, დაახლოებით 2 წლის თუ 3 წლის შემდეგ, ის ვინც ჩემი ექიმი იყო, ნუკრი კინტრაია. ვაიმე, იმ კაცის სახეს რა დამაუიწყებს. ის იყო ჩემთვის რაღაცა ბედნიერების აქ გადამრჩენელი, იმიტომ რომ ჯერითი რა მაგარი პროფესია, როცა ახალ სიცოცხლეს და სიცოცხლის დაბადებას ეხმარები. მე რო შემხვდა, ყველაფერი გამახსენდა ესე, რომ რა ძალიან მაგარი იყო და ეგ შეგრძნება არასდროს არ დამოუწყდება, ასე რომ მოკითხვა ჩვენს ყველა ექიმს. ადვილად ვიმშობიარე. კი, სხვათა შორის მეც აქ გამიკვირდა. ძალიან ვეშინოდა, რომ აი როგორი იქნებოდა სალომე მშობიარე, მე რომ ყველაფერზე ძალიან ხო, ნერვიულობს. მე უფრო ნერვიულობდი ალბათ ვიდრე სალომე. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის ჩემთვის, იმიტომ რომ აქ წერია ძუძუ ვაჭამე. ანუ ლაქტაციის პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი არის ალბათ ცხოვრებაში და იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ მე 1 წლის განმავლობაში ვაჭამე ნენეს ძუძუ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული, რადგან უკვე 3 თვის როცა შესრულდა გავედი სამსახურში და სამსახურში ასე ვთქვათ, ვცდილობდი რომ შემეგროვებინა კვება მისთვის, რაც არ იყო მარტივი, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ არის ჩვენს ქვეყანაში ისე განვითარებული ოფისები, მათ შორის რომ ეს ლაქტაციის პროცესი დედებისთვის იყოს მარტივი სამსახურებში. და აი ის ყველა დეპრესია, ის ფოთვები, რაც ჭირდა და როგორც ჭირდა ხოლმე რაღაცნაირად გადავიტანე. ბავშვისთვის რომ კარგია და ეს რომ გათვითცნობიერებული გაქვს, მე მგონი ძალიან კარგია უკვე ყველაფერი კარგად მიდის. ქართული ვიყავი ნენეს აღზრდაში ჩვილობიდან. ეგრე იყო ნამდვილად. ჩემი მშობლების თაობიდან რაღაცა ისე გვესმის, რომ თითქოს მამა სამსახურში უნდა იყოს და დედა უნდა იყოს სახლში, რომელმაც ბავშვი უნდა აღზარდოს. ეგ სტერეოტიპი დავარღვიეთ ჩვეულებრივად. ლაქტაციაზე მე ვერ მყავდა, მაგრამ ბავშვობაში გადავიტანე. ყველაზე ისე მკვეთრად მაინც უფრო ეგრეთ წოდებული ბატონები მახსოვს, ანუ ჩემს ბავშვობაში ესე ვეძახდით, თუმცა ვიცი რომ ეს არასწორი ფრაზა არის. და განსაკუთრებით მახსოვს, აი წითურა, ყბაყურა მქონდა ერთად და ძალიან რთულად ვიყავი რა. მახსოვს რომ საჩუქრები მოჰქონდათ ჩემთან და ჩემი ოთახი აი ყვავილებით იყო მოცული. ანუ როგორც ეს რაღაც ტრადიციები გვაქვს ხოლმე, ცოტა ისეთი აი ეგეთი ბატონები გადავიტანე და ალბათ ეს იყო მკვეთრად. ბავშვობაში მე არ მქონდა ესეთი დაავადება, რომელიც ესე დამამახსოვრდა, მაგრამ აი ესეთი გარდატეხის ასაკში დავიმართა ბუდობრივი ალოპაცია, ისე ქვია თმების ესეთ სვენას და მახსოვს რომ ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით რომ გვემკურნალად ხალხური მედიცინითაც ვიმკურნალე, ჩვეულებრივი მედიცინითაც ვიმკურნალე და საბოლოო ჯამში დავამარცხეთ. ჩემი იმუნიტეტი მე მგონია რომ ძალიან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს, იმიტომ რომ ეს ვირუსებზე გქონდა ჩვენ. ესე იგი ყველა ზუდად ხვდებით, მე ზუდად ხვდები, ნენე ზუდად ხვდებს სალომე არის ჯამზე. ნუ არ ვიცი ხო, სალომეს მაგარი იმუნიტეტი აქვს. საიდუმლო ანუ გავამხელ ვარ. ეგ არის წყალი, ანუ როგორც კი ვიგრძნობ, რომ ცოტა სადღაც რაღაც იწყება, ვიწყებ დალევას წყლის და 5 ლიტრად წყალს ვავ ხოლმე ან ნეც იმ დღის განმავლობაში.
და აი არ ვიცი თუ გინდათ გამოცვადეთ მეორე დღეს მე არაფერი აღარ მაქვს ხოლმე. ვიმიზეზებდი ავადყოფნას როცა სკოლაში მივდიოდი, მაღიარებ. ციცაკას ჩავყნოსავდი ხოლმე, მე ზემინება მიტყდებოდა და მე აღარ მიშევდნენ ხოლმე სკოლაში, ვითომ ცუდად ვიყავენ. თავის ტკივილი აღარ ჭერდა და გამომიჭირეს 1-2 ჯერ აღარ მტკიოდა და ხშირად ვსტუმრობ ექიმს და მიმყავს ოჯახიც. წელიწადში დაახლოებით 3-ჯერ მაინც, თუ 4-ჯერ არა და ვცდილობ რომ ყოველი სეზონის წინ და ვიკეთებთ ხოლმე საპროფილაქტიკო სხვადასხვა ანალიზს. ძირითადად აი მთავარი ანალიზები რაც არის. ხანდახან მაქვს ხოლმე ის მომენტი, რომ აი რაღაც შემოტევები მაქვს ხოლმე თითქოს, რომ აი რაღაც ცუდი უნდა მჭირდეს, რაღაც ესეთი და მეშინია ხოლმე ამ დროს ანალიზებზე მისვლა, რომ აი რამე არ აღმოვაჩინო, ეხლა რამე არ მჭირდეს. მაგრამ რეალურად ეს აუცილებლად დავამარცხოთ და პირიქით, რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ თუ რამე გჭირს, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორი ექიმები გიყვარს და შენ? ანუ მენეს უყვარს ექიმები, რომლებიც ცოტათი ათამაშებენ. ათამაშებენ და ნემს რო არ უკეთებენ. გაჩე, ხა ჩემი ჯერია. აი, თქვი. თან მომწონს ეს კითხვა. კლინიკებში ბრაზდები, როცა სუბრაზდება სალომე. ეს არაფერი არ ხდებოდეს, ყველა რომ შვიდად გეუბნებოდეს, ეს მაინც რაღაც იქცევს ყურადღებას, რომ უფრო მეტად მიგვაქციონ ყურადღება. იცი რატომ მოდი, საიდან მოდის, იმიტომ რომ არ არის ეს კლინიკებში არის რაღაც სერიოზული პრობლემა მომსახურებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით. რატო გააჩნია ხა კლინიკას? ხო, გააჩნია კლინიკას, მაგრამ მაინც არის რა. COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში. მაინც ძალიან კარგად ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით სახლში. ხდება კარგად. და დილის გადაცემაში ვერთვებოდით სახლიდან. აუ ხო, ისე კაი. როისთვის წარმოვიდგენდით თუ ადამიანთან შეხვედრა ესე შეიძლება შეგეშინდეს და ანუ ადამიანის ნახვა რო არ გინდოდეს. მაგრამ ყველაზე ჯანმრთელად ხო მაშინ ცხოვრობდით. ჩვენ ყველაზე ჯანსაღად მაგ პერიოდში ცხოვრობდით რო გვეშინოდა და ანუ ვიკვებებოდით ჯანსაღად ისე როგორც არასდროს ვარჯიშობდით. ანუ ხო რა, რეალურად აი ამ შიშმა განაპირობა ის, რომ ყველაზე ჯანსაღად ცხოვრობდით COVID პანდემიის დროს. მირჩევნია დიაგნოზი გადავამოწმო. კი, ანუ მე გამოწმებ ხოლმე ერთს არ ვჭირდები ერთ ექიმს მარტო. მე გამოწმებ რა ვქნა, მიმდობი ადამიანი ვარ. სუდად გავიხსენებდი ჩემი ოჯახის წევრების ავადობას, დედაზე მაქვს საუბარი და მამაზე, იმიტომ რომ დედამ ოპერაცია გაიკეთა, სიმსივნე ჰქონდა და აი ეს პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ესეთი. მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი ხო და საერთოდ სხვა ემოციით უყურებდი კიდე ყველაფერს. ჩვენ მაშინ კონცერტები გქონდა და იქიდან ვაგროვებდით რაღაც თანხას, რომ დედას შეგროვებოდა ოპერაციის ფული და ნუ ეს აი საშინლად მახსოვს რაღაც ეს პერიოდი და ძალიან ნერვიულობდი და განვიცდიდი ამ ყველაფერს. ხო იცი აი რო გიმალავენ ბავშვს რაღაცეებს და მაინც რო გესმის სხვა ოთახშიც რო იყო რაღაც ისეთ მნიშვნელოვან თემაზე თუ ლაპარაკობენ მაინც გესმის და ეს ხვდებოდა ეს რო განიხილავდნენ ამ ყველაფერს როგორ იქნებოდა და აი ძალიან ისეთი არის სენტიმენტალურია ჩემთვის, მაგრამ რო დავამარცხეთ ეს დაავადება და რო ყველაფერი კარგად იყო მაშინ რაღაცა თავიდან დავიბადე რა. ვიკვებებით არა ჯანსაღად. ძირითადად რადგან გარეთ გვიწევს ყოველთვის ყოფნა, ნუ რაღაცნაირად რავი, მაინც ხო არა ჯანსაღად გამოდის ეს ყველაფერი. ანუ არის რაღაცები, რაც არ გამოგვდის და ეს არის ერთ-ერთი სხვათა შორის სერიოზული გამოწვევა ჩვენს ურთიერთობაში და ცხოვრებაში, რომ ვერ ვიკვებებით ნორმალურად. თუმცა ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ. ჯერა და დამოკიდებული ვარ წამლებზე. ჩემი ყველაზე მთავარი წამალი არის ჩემი წყალი. მე კი ვიყობები ხოლმე ეს წამლებს. შიშარა ვარ. ხშირად ვცივდები ხოლმე და მე აი თუ არ მივცი. ხმაზე ნერვიულობს და. ხა, პადეგრეც არ არის. გლანდები მაწუხებდა სულ, ანუ ბავშვობაში რაღაცა სულ მარტივად ვცივდებოდი ხოლმე და პატარა ვირუსი რაღაცა რო იყოს ხოლმე, თუ არ მივაქციე ყურადღება და რაღაცა, ანუ მე უფრო მეტად ცუდად ხვდები ხოლმე და ამიტომ ჯობია რომ თავიდანვე დავამარცხო ბოროტი ბაქტერიები ჩემს ყელში. ალერგიული ვარ? ალერგიული მე არ ვარ. არა, ვიტყუები ბოლტიში გამოვიწყდა. პანდემიის მერე სხვათა შორის რაც COVID-ი არ ვიცი ახლა დაემთხვა და მე მაგ რაღაც ესენი თეორიები შექმნილი გონებაში, მაგრამ ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილვარ არაფერზე ალერგიული. რაც COVID-ი გადავიტანე, მას შემდეგ ძალიან ბევრ რამეზე გავხდი ალერგიული. ნენე არ არის ალერგიული, ხო არა? არც მე არ ვარ ალერგიული და არც ნენე.
ნენე სხვადასხვა ძალიან პატარა იყო, ჩემ კონცერტზე იყო ერთხელ ბოტანიკურ ბაღში, ძალიან კაი კონცერტი იყო და ფუტკარმა უგმინა და ნუ მახსოვს რომ ეს ძალიან შეგვეშინდა, იმიტომ რომ პირველად მოხდა ესეთი რაღაცა. შეგახსოვს? მაშინის დექსამეტაზოინი თუ როგორც არის რაღაცა დავპანიკდით, ეს გაუსივდა ეს ხელი და წამოვიყვანეთ საავადმყოფოში და აღმოჩნდა რომ ძალიან მარტივად გადაიტანა და მაშინ არ იყო ალერგიული და ეხლაც არ არის. ნუ ვიციო, იცვლება ეგ ამბავი და 6 თვეში შეიძლება უცებ ამოტრიალდეს და ალერგიულები გავხდეთ. ალკოჰოლი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესოა. ალკოჰოლი მეტნაკლებად არის ხოლმე. დიეტად არ გვიყვარს რა, მე არ მიყვარს, მაგრამ აი ხანდახან არის ხოლმე რომ აი საღამოს მაგალითად მე სალომე დავსხდებით ხოლმე და ჩიქაღვინო შეიძლება დავლიო. მძინავს. ესე იგი, ეხა კარგად მძინავს. ის გადაცემა როცა მიმყავდა მაშინ არ მეძინა კარგად. ყველა ამას ეუბნება. ძალიან ხშირად გქონდა იმის პრობლემები, რომ კონცერტი რომ დამთავრდებოდა, მე პირდაპირ მივდიოდი სამსახურში და მანქანაში ვიძინებდი 2 საათი და მე ვერ მაღვიძებდნენ ხოლმე და იქ მიკაკუნებდნენ ხოლმე კარზე, რომ ცხადო იწყება გადაცემა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას და დღეს კიდევ უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ ჯანსაღი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია რა. დავასკვენით საბოლოოდ ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფოთვებს, ნერვიულობას, რავი, ჯანსაღად რო იქნო თავი. ძალიან ეხმარება, მოკლედ ამ ყველა პრობლემის მოგვარებას უბრალოდ დღე-ღამეში 8 საათიანი ძილი. რისი მეშინია? მე რაც შვილი გამიჩნდა, ბევრი რამის მეშინია ძალიან, ანუ ზოგადად ძალიან შიშარა გავხდი. ზოგჯერ არ ვიცი, ძალიან ხშირად მაწუხებს ხოლმე ფიქრები, რომ რამე ხო არ მჭირს ან ჩემს რომელიმე ოჯახის წევრს ხო არ ჭირს რამე და დაავადების მეშინია ძალიან. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ თუ ჯანმრთელები არ ვიქნებით, რეალურად არაფერს მე აზრი არ აქვს. და ამაშინია რომ რამე არ გამოგვეპაროს და ნუ შიში იმდენად არ არის, რამდენადაც ყურადღების გამოხატვა ამ ყველაფრის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენი სხეული, ჩვენი ორგანიზმი არის ჩვენი წარმატების, ჩვენი ბედნიერების და ჩვენი სიყვარულის აბსოლუტურად ყველაფრის გამომხატველი და შესაძლებლობას გვაძლევს სხვა ყველაფერს. შესაბამისად, უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს სხეულს. მე ვარ გიორგი და მე ვარ პაციენტი. მე ვარ სალომე და მე ვარ პაციენტი. ჩვენ პაციენტები ვართ.